კი, მოგესალმებით, პირველად მე გამოხატე ჩემი პირადი პოზიციას და კოლეგის მიმართ, რომელიც მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ასე ვთქვათ შეხედულებების განსხვავებებისა, საჭიროებს სოლიდარობას და მხარდაჭერას თითოეული ჩვენთანგანის, იმიტომ რომ ის სიტუაცია, რომელიც მან აღწერა და მე არ მაქვს არანაირი უფლება არ დავიჯერო, რომ მას ამის ეჭვის საფუძველი აქვს, იყო ორკესტრირებული ან მინიმუმ დაშვებული ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ესეთი რაღაცები არ ხდება. ჩვენ ისიც გვესმის, რომ რაღაც არ მინდა ახლა სიღრმეში სპეკულაციებში ან ანალიზში შევიდე ამ პროცესში, მაგრამ ეს რომ 16 და 7 წლის მერე რაღაცა თავიდან განმეორდა, ეს ხო, ეს თავისით რო არ გაუჩნდა ეს სურვილი და ეს რაღაცა სხვა საქმესთან რო გაკავშირი და ეს რო არაორდინალური, არადემოკრატიული, არცივილიზებული ქვეყნისთვის დამახასიათებელია, რაზეც პასუხისმგებლობა ბუნებრივია ხელისუფლებას გააჩნია, ნუ ეს ფასალსა. აი ამ კონკრეტულ თუმცა ამ შემთხვევაში რა უნდა ვთქვა, თვითონ პრეზიდენტს ის ფაქტი, რომ რაც მოხდა ვიდეო შინაარს გათვალისწინებით უშუალოდ ივანიშვილის ოჯახს ეხება, ოჯახთანაა დაკავშირებული, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მე თვით ინიციატივის კომპონენტებზე ვილაპარაკე და ამის ძალიან ბევრი მაგალითი რუსეთში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ იცი თვით ინიციატივაც ხო როგორი შემთხვევა, თვით ინიციატივა ყოველთვის არის შედეგი იმ პოლიტიკური დისკურსის, რომელსაც ქმნის პოლიტიკური ხელმძღვანელი. ამ კლიმატის, ესე ვთქვათ, მეტასტაზები ყოველთვის გამოვა სხვადასხვა ფორმით. ამიტომაც მე არ ვიცი ეს ორკესტრირებული იყო ივანიშვილმა პირადად დაგეგმა თუ არა, ეს არ ვიცი ბუნებრივია და არც არავინ არ იცის ეს საფუძვლიანი ეჭვებია, რომელიც გამოთქვა ათინან და მე არ მაქვს უფლება რომ ამ ეჭვებს არ დავეყრნო და სურათს რომელსაც ხედავთ, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები არის ყოველთვის ხდება იქ, სადაც არსებობს სიმსივნე, რომელიც თავისი მეტასტაზები სად და როგორ გამოვა, არ ვიცი. თუმცა არც იმას გამორიცხავ, რომ რაღაცა მიზანმიმართული დაგეგმილი პროვოცირებაც იყო, რომელიც ქვეყანაში ამაზე ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და პოლიტიკოსი, ცალსახარო პოლიტიკოსი ქალის მიმართ არის ეს განხორციელებული, მისი ოჯახის ტერორი, შესაბამისად, ჩემი და ჩვენი პარტიის ასე ვთქვათ სოლიდარობა თითოეულ პოლიტიკოსს, რომელსაც ესეთი შეიძლება მსხვერპლი იყოს პოლიტიკური ტერორისტი. ჩვენ ვარ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც მათ შორის დღეს თქვენი პარტიის ბრიფინგზე გაისმა, მიღებულია თვითმმართველობის არჩევნებთან და ყოველ შემთხვევაში ასე ითქვა, რომ კი აღარ ფიქრობენ, არამედ ეს ფაზა გავლილია გახარია საქართველოსთვის, შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკვე უპირობო გადაწყვეტილება არის გახარია საქართველოსთვის. არა, უპირობო არაფერი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ უპირობო შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ ძალიან კიდე ბევრი დრო არის. ჩვენ პირობებს აღარ აყენებთ, მაგით უკვე. იცით რა, პირობები შეიძლება ჩვენ ბევრი დავაყენოთ, პირობები არის ისიც, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, პოლიტპატიმრებიც ასე არის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს, ახალი არჩევნები საპარლამენტო და ასე შემდეგ. ეს პირობები არის, უბრალოდ ეს პირობები არ სრულდება. ჩვენგან დამოუკიდებლად არ სრულდება და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, არ გავაგრძელებთ, როგორც ჩანს ხელისუფლება ამ კუთხით არ ცდილობს არანაირ, ასე ვთქვათ, არც დგამს არანაირ შეხვედრა ნაბიჯებს და ეს მოცემულობა გვერდს ადამიანები არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. კიდევ ერთხელ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც იქნება აგვისტოში, თუმცა დიდწილად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოზიცია არის, რომ უნდა მიიღოს პარტია მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა კიდევ ერთხელ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მკაფიოდ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიღებთ მონაწილეობას, ესეთი არ არის, თუმცა პარტია ემზადება არჩევნებისთვის, პარტია ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ არ უნდა შევხედოთ ამ არჩევნებს როგორც პროცესს რაღაცა ნორმალიზებს, რომ თითქოს ახლა პარლამენტი, ასე ვთქვათ, არალეგიტიმურია, მაგრამ თვითმმართველობა რაღაცა არის, რაც კომუნალური პრობლემების გადაწყვეტის სივრცე. ესე არ არის. და ეს კითხვაც დაახლოებით ამაზე იყო, რა შეიძლება გააკეთო და რა შეიძლება გაეკეთებინა მაშინ, როცა 21-ში როცა იყო ოპოზიციას მეტნაკლებად კარგი შედეგი. მათ შორის ოპოზიციის თანამშრომლობის კონკრეტული ფაქტები იყო მოყვანილი და ამანაც ვერ გადაწონა ხელისუფლების მიერ ხელისუფლების უზურპირების კონკრეტული მაგალითები დეპუტატების მოცემულობაც უნდა შევთანხმდეთ 21-ის, სხვა მოცემულობა იყო 22-დან, სრულიად სხვა მოცემულობაში გადავდივართ. ეხლა 21-ის არჩევნები იყო გარკვეულწილად მართლა თვითმმართველობის არჩევნები, გარკვეულად ბრძოლა იმისთვის, რომ ვინ უკეთესად მოაგვარებდა კომუნალურ პრობლემებს ცალკეულ ლოკალური მუნიციპალიტეტის დონეზე. დღევანდელი თვითმმართველობის არჩევნები ეს არ არის ეს კომუნალური პრობლემების მოგვარების არჩევნები, ეს არის ბრძოლის ახალი ველის, სადაც ერთი მხრივ პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური აქტორების დიდი ნაწილი არიან გარკვეულწილად მოწყვეტილი პოლიტიკურ ვითარებას და არის, ასე ვთქვათ, ქუჩის აქციების და ასე ვთქვათ, საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ასპარეზის მხოლოდ ამ ჭრილში დარჩენილი საქმიანობა, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნები არის დამატებითი ალტერნატიული ფრონტის გახსნის შესაძლებლობა და არა კიდევ ერთხელ არა ნორმალური ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნების სივრცე, სადაც ჩვენ უბრალოდ მერე დავიწყებთ საუბარს, რომელი გზა უკეთესად დავაგეთ თუ რომელი კანალიზაცია უკეთესად გავიყვანოთ. ამაზე, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია, თითოეულ ადამიანს ეს პრობლემები აწუხებს და მათაც ესჭირდება, მაგრამ კი
კიდევ ერთხელ ეს არის ძალაუფლების წართმევის ერთ-ერთი შესაძლებლობა. მე მესმის ისიც რომ რისკიანია, მაგრამ ასევე რისკიანია ბოიკოტი. და ბოიკოტიც ლეგიტიმურია და ბოიკოტიც გამოიყენება პოლიტიკურ სივრცეში და სხვა ქვეყნებში. ამაზე ცოტა მეტი მითხრა, თქვენ როგორ უყურებთ, თქვენ ხო ეს რისკები აწონდაწონეთ და პარტიაში ამის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება, ხო? ორივე რისკიანი გადაწყვეტილება არის. მათ შორის, როცა თქვენ ფრონტი ახსენეთ, სასურველია, რომ ეს ფრონტი ოპოზიციის მხრიდან თქვენთვის შეიძლება მიუღებელი ძალების, მაგრამ არსებობს მიუღებლობის პროცენტებიც ასე ვთქვათ, არა? რა ეტაპზეც ახლა ქართული ოცნება არის გადასული, თავისი ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებით, ავტორიტარული რეჟიმის უკვე ღია დამახასიათებელი ნიშნები და ასე შემდეგ, სხვა დღეს ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი სახელისუფლებო გამოცდილების მქონე პარტიებთან მიმართებაში, რაც არ უნდა კრიტიკულად იყოთ განწყობილი, როგორც მინიმუმ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შეცვლა ბრალდებად არ გექნებოდათ. ხო, ანუ გინდათ არ გინდათ რაღაც საქმეებში, მათ შორის ეს იქნებოდა სამეგრელოს ორი საკრებულოს მაგალითზე, თქვენი თანამშრომლეთ რაღაც ეტაპზე, ხო? ხო, იქ ცოტა სხვა ნიუანსი იყო, იქ უბრალოდ ეს თქო უმცირესობის რაღაც ეს რისკები ამ რისკების გათვალისწინებითაც ამ რისკებს შეამცირებდა მონაწილეობის შემთხვევაში მთელი ოპოზიციის თუ არა ძირითადად ნაწილის გეთანხმებით გარკვეულწილად ხო ეს არის ერთ-ერთი რისკია. დავსვა ამავე დროს ამ რისკებზე მინდა მითხრათ რატომ მიგაჩნიათ რომ არ მონაწილეობა უფრო დიდი რისკია ვიდრე მონაწილეობა და მონაწილეობის რისკების დაზღვევის თვალსაზრისით ფიქრობ თუ არა რომ მათ შორის ხაზარაძის სხვების მიერ გაჟღერებული ინიციატივა რომ რაღაც ამაზე დისკუსია 4 ბარიერგადადახულ პარტიას შორის წარიმართოს რომ ამ ტიპის მოლაპარაკებებს შეიძლება გქონდეს აზრი. იცით ახლა მე არ ვიცი რამდენად სიღრმეში უკვე ეს პროცესი შესული, რამდენად შესაძლებელია მოლაპარაკებები, იმიტომ რომ ჩვენ ერთის მხრივ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ჩვენთვის ოპოზიციისთვის მოხდეს უკვე მომხდარია. გულისხმობ იმას რომ პოლარიზებულია. ბოლო ერთი თვის გამო ჩვენ სხვათა შორის ამაზე გქონდა საუბარი ჩვენსა და რატო დაიწყო ამაზე საუბარი ესე ადრე. დავიწყეთ რატომღაც, იმიტომ რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვიტეს რომ 4 თუ 5 თვით ადრე ამაზე უნდა დაგვეწყო და დისონანსი შეგვეტანა იმ პროცესში, რომელიც მაშინ ყალიბდებოდა რომ რაღაცა კოორდინაციის მექანიზმები უნდა ჩამოყალიბებულიყო სალომე ზურაბიშვილთან და პრინციპში რო არ ჩამოყალიბდა სრული ყველა პარტიის მონაწილეობით ეს კოორდინაციის მექანიზმი, სწორედაც რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დროზე ადრე დაწყებული ლაპარაკი იყო. დღეს რაც ყველაზე მეტად აწყობს ქართულ ოცნებას არის ის ტოქსიკური ველი, რომელიც არის ანუ ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების არ არის მიმართული ოცნების წინააღმდეგ, არამედ განსაკუთრებით ბოიკოტის ასე ვთქვათ კამპანიის მონაწილეები ძალისხმევას ხარჯავენ მხოლოდ იმიტომ რომ თავიანთი ოპონენტები, თავიანთი ასე ვთქვათ პოტენციური პარტნიორები გახადნ ოპონენტებად და დაარქვან იმათ შეკრულები. ნუ ყველაზე მარტივი გამოსავალი, ხო? ნუ შეკრული ხარ თუ ესე თუ ჩემს ყوازე არ ხარ შეკრული ხარ. ნუ უაპელაციოდ არის საუბარი რომ ბოიკოტი ძალიან ერთადერთი და სწორი გამოსავალია. შესაძლებელია იყოს გამოსავალი, მაგრამ ერთადერთი და უალტერნატივი არ არის და უაპელაციოდ ესე საუბარიც არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და ჩვენს ისტორიაში, ქართულ ისტორიაში დავანებოთ ChatGPT-ზე კითხვებს, მაგრამ ჩვენს ქართულ ისტორიაშიც კი ბოიკოტის შემთხვევები იყო წარუმატებელი. ბოიკოტს ძალიან დიდი რისკები აქვს, რომ შეიძლება არ შედგეს, შეიძლება ვიღაცამ შეასრულოს ის როლი, რომელიც შეიძლება ბოიკოტი ჩაშალოს. ან ბოიკოტმა შეიძლება რეალურად მიღმა დატოვოს რეალური პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პროცესი და საბოლოო ჯამში სხვა კომფორტულ ზონაში შევიდეს ქართული ოცნება და რეჟიმი კონკრეტულად ნებისმიერი. ეს რისკები არსებობს. ეს უაპელაციოდ თქვა, რომ ყველა შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არ არის სწორი. ისევე როგორც ამ ტოქსიკურ ველზე არჩევნები ძალიან დიდი რისკები გამოდის. ანუ არჩევნები მარტო იმიტომ რომ მონაწილეობის ეს არ არის გამოსავალი, რა თქმა უნდა. მონაწილეობა სპარტაკიადა ხო არ არის მონაწილეობისთვის და არა გამარჯვებისთვის. აქ არის გამარჯვებაც ძალიან კონკრეტულად განსაზღვროს რა არის, ხო ჩვენ უნდა ვიცოდოთ თვითმმართველობის არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ქართულ ოცნებას, მაგრამ შესაძლებელია გამარჯვება ჩაითვალოს ის, რომ კოორდინირებულად თუნდაც ერთობლივი კანდიდატები, ნეიტრალური კანდიდატები შესაძლებელი იყოს რაღაცა ეტაპზე, რაღაცა სივრცეებში გამარჯვების მოპოვება და შესუსტება ქართული ოცნების იმით, რომ გაგრძელდეს უფრო ძლიერი დინამიური ბრძოლა პროტესტის, რომ საბოლოო ჯამში პროტესტი და პოლიტიკური კრიზისი გადაილახოს არა ამ თვითმმართველობის არჩევნებით, არამედ ისევ დაუბრუნდეთ და თვითმმართველობის არჩევნების, ასე ვთქვათ, შერყებით ძალაუფლების ვაიძულოთ უფრო მეტად ხელისუფლება რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. ახალი არჩევნების გარეშე ეს პარლამენტი ვერ შედგება და მთავრობა ვერ დაასტაბილურებს თავის მდგომარეობას. ამიტომ კიდევ ერთხელ დისკუსია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ დისკუსიით როცა ერთი რაღაც ეპითეტებს ასე ვთქვათ გაწეპებს, ავტომატურად დაწყებული აქვს ეს პროცესი და იმ შემთხვევაში ხარ შენ კარგი თუ მარტო მის აზრზე ხარ, არანაირი სხვა დისკუსია არა, უაპელაციოდ ამას საუბარი, მე ფიქრობ ეს არის არასწორი, ეს არის ყველაზე მეტად რაც აწყობს ქართულ ოცნებას ტოქსიკური ველი, პოლიტიკურ ველზე ეხლა გაყოფილია პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა პარტიები ფიქრობენ მონაწილეობას, რაღაცა პარტიები კატეგორიულად ამბობენ ბოიკოტირების საკითხზე არიან, ამ შემთხვევაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მთელი ძალისხმევა და ენერგია მიდის ამ პარტიებს შორის დაპირისპირებაზე, საბოლოო ჯამში
ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება იტაცებს ადამიანებს. როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილს ეს როლი ან პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს იმისთვის, რომ ერთდროს იმ მაგიდასთან მსხდომი ძირითად მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები, როგორც მათ შორის გახარია, ან სხვა პოლიტიკური პარტიები იყვნენ, იგივე ცვლილებებისთვის კოალიცია და ასე შემდეგ, რომ ერთი ნაციონალური მოძრაობა, რომ კვლავ ასე ვთქვათ, თავი მოუყაროს თქო არასორი სიტყვა, მაგრამ შეთავაზოს რაღაც ტიპის ფორმატი, სადაც კოორდინაცია რაღაცაზე მაინც შეიძლება. ქალბატონ სალომეს ნამდვილად აქვს მნიშვნელოვანი რესურსი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მაგრამ ის ჯადოქარი ვერ იქნება და პარტიები, თითოეული პარტია ესეთი კატეგორიული როცა იქნება პოტენციურ პარტნიორებს, ანუ ისინი პოლიტიკური პარტიები თუ ჩვენ გარგვიხილავენ როგორც პოტენციურ პარტნიორებს ბოიკოტის რეჟიმში, როგორც მინიმუმ სხვა ტონით უნდა ესაუბრებოდნენ თავი პოტენციურ პარტნიორებს. ქალბატონ სალომე ამ ასე ვთქვათ განწყობას ესე ვერ შეატრიალებს. ორი კითხვა მაქვს, მივხვდი რომ სკეპტიკურად ხარ დამხმარე. არა, მე უბრალოდ გონია რომ მას აქვს რესურსი შესაძლებლობა, მაგრამ ის ჯადოქრობას ვერ ჩაიდენს და ადამიანებს ხო. აი მაგალითად თქვენ შემდეგ ლელოს წარმომადგენელი გვეყოლება და როცა ლელო თავის არგუმენტებზე საუბრობს, მათ შორის ერთ-ერთი არის მათი მხარდამჭერების და ზოგადად ოპოზიურად კრიტიკულად განწყობილი ელექტორატი როგორი განწყობები აქვს გარკვეული სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. თქვენ გქონდათ თუ არა რამე შესაძლებლობა საკუთარი ან რაიმე ისეთი კვლევა გენახოთ? არა, გვაქვს ხა ჩვენ მაგის ეს გამხდარიყო ერთ-ერთი საფუძველი თქვენი გადაწყვეტილების. არა, მაგის რესურსი ხა ჩვენ მართალი გითხრა არა გვაქვს რაღაცა რაოდენობრივი კვლევა საქართველოს ამომრჩეველი როგორ ფიქრობს მაინც აი ეს რაღაცა კი, ახლა ჩვენ ასე ვთქვათ, შიდა კომუნიკაციები, რაც გვაქვს თვითონ პარტიის წევრებთან, ადამიანებთან კომუნიკაციით, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს ამის განზოგადება და სოციოლოგია ამას ესე არ უყურებს, რა თქმა უნდა. თქვენი ამორჩეული საკმაოდ დიდი ნაწილი უფრო ურბანული, ანუ ქალაქების მოსახლეობა იყო, მათ შორის საჯარო მოხელეებიც და ასე ვთქვათ, და აქ დომინირებს ზუსტად აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში არ შესვლა უფრო პოპულარული არის ეს იდეა და ამ ხრივ თქვენ ანუ ესე შეიძლება ითქვას სოციალური მედია ხშირ შემთხვევაში სტომილებას ახდენს ხოლმე და ზუსტად ამის დადგენა რა არის საგოდო აზრის თუ რაღაცა ყველაზე აქტიური ნაწილი შეიძლება უფრო დომინირებდეს და სინამდვილეში უფრო მეტი იყოს სხვა მოსაზრების ყველა შემთხვევაში კიდევ ერთხელ მე უბრუნდები იმას რომ დღეს ტოქსიკურია ველი ყველა შემთხვევაში ასე ვთქვათ ფრუსტრაცია ხდება ოპოზიციური ამორჩევლის იმიტომ რომ ვერ ხედავენ კონკრეტულ გზას აი ეს კონკრეტული გზაც და ბოლო კითხვა ეს იქნება ერთ-ერთ შეთავაზება დღეს მოვისმენთ თქვენგან იყო ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმდება დიდ ქალაქებში, ხო, რაღაც გარკვეული კანდიდატებზეც იყო მე საუბარი არა თქვენს მიერ, მაგრამ ვერსიები გაჩნდა, ხო, ნუ მაგალითადაც აი თქვა ასეთი იდეა, რომ მაგალითად აი ბათუმში მზია ამაღლობელის კანდიდატურა რო დასახელდეს ბათუმის მერად, თბილისზეც ითქვა რაღაცები და ასე შემდეგ. რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ ამ იდეების შემოდგენა? იცით კიდევ ერთხელ მგონია რომ ნეიტრალური კანდიდატები მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ განსხვავებით 21 წლისას, როდესაც იყო პრინციპში რამდენიმე ფლანგი იყო და იყო რა გარკვეულად დიდი კოალიციაც ოპოზიციური იყო, არა კოალიციის მიღმა არსებული პარტიებიც, მაშინ ცოტა სხვანაირი იყო მოცემულობა. დღეს, ესე ვთქვათ, ძალისხმევის, კონცენტრაციის, კონსოლიდაციის და შეთანხმება ნეიტრალურ კანდიდატებზე, იმის რომ არც ერთი პარტიის არა, თუნდაც ნეიტრალურ ნომერზე. მე ფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ანუ თეორიულ შესაძლებლობას გამარჯვების და გამარჯვება იმ ზღვარით, რასაც ეს იდეაც ამ იდეა საინტერესოა და ფიქრობ, რომ ეს ნეიტრალურ კანდიდატებზე საუბარი და ამაზე შეთანხმება, იმიტომ რომ ერთი პარტიის კანდიდატი შეიძლება არ მოგვეწონოს ჩვენი არ მოეწონოს სხვა ძაში, ანუ ნეიტრალურზე რომელიც უფრო მოგცემს საშუალებას რომ კონსოლიდაცია რესურსების გამარტივდეს და დაუჭიროთ ყველა მხარე ეს ფიქრობ არის შესაძლებელი და მე ფიქრობ რომ ამ გზით წასვლა კარგი ოღონდ კიდევ ერთხელ ტოქსიკურ ველზე არც ერთი არ იმუშავებს არც ბოიკოტი იმუშავებს არც არჩევნები და დღეს რაც ხდება ამაზე დარმერწმუნოთ ყველაზე მეტად ბედნიერი და გახარებული არის ივანიშვილი დღეს რაც ხდება პოლიტიკურ ველზე